მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენი სტუმარია ირინა რამიშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ მისი შემოქმედებისა და პოეზიის შესახებ. ირინა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიწყეთ დრო და გვეწვეთ სტუდიაში. მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ირინა, პირველ რიგში მოდით მოგვიყვებით თქვენ როდის დაიწყეთ წერა და რა იყო თქვენი мотиваცია, რა არის თქვენი შთაგონების წყარომუზა? პირველი შთაგონების შექმნიდან დიდი დროა გასული. დაახლოებით 6-7 წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად დაუკავშირე რიტმას. რითაც ოჯახის წევრების მოწონება დავიმსახურე. სწორედ ეს მოწონება გახდა ჩემი შემდგომი შემოქმედებითი წვის დასაწყისი და მოტივი იმისა, რომ კიდევ და კიდევ მეცადა. დიდი ხანია უკვე არაფერი შემიქმნია. ერთადერთი ევროპაზე გასვლით გამოწვეულ სიხარულთან დაკავშირებით ჩემდაუნებურად შეიქმნა სტრიქონები. ჩემდაუნებურად იმიტომ, რომ არასოდეს ყოფილ ვარ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, თუმცა დღეს უკვე ვარ და ეს ამ გამარჯვების დამსახურებაა. და დროსაც გამარჯვებით გამოწვეულმა სიხარულმა გაარღვია სულის კედლები და ლექსად ფურცელზე გადმოიყვეთ. ძალიან საინტერესო, ესე იგი თქვენი შთაგონების წყარო შეიძლება ესეთი მოულოდნელიც კი აღმოჩნდეს ხოლმე, ისეთი რაღაცა, რაც არ არის თქვენთვის საყვარელი საქმიანობა, არ არის თქვენთან ახლოს, მაგრამ იმდენად გაგიხარდეთ, ან იმდენად შეიძლება გეტკინოთ რაღაც, რომ მაინც გამოიწვიოს ლექსის დაწერა, მაგალითად, ან პროზის დაწერა. დიახ, ძალიან სწორად ჩამოაყალიბეთ, სწორედ ამას ქვია მუზა. რას საკითხებთ, რა უნდა იყოს ეს მუზა დაკავშირებული, როცა გეწვევა და ვერატებს სულში, გადმოიყვანთება პროცესზე. მაგრამ ილექება პროცესს. დიახ. და რა თემატიკაზე წერთ ხოლმე, კიდევ რა მოგვიყვეთ? თემატიკა არის მრავალფეროვანი, იქნება ეს ომის თემა, პატრიოტიზმი, დაპირისპირებული მხარეები, ჩვენი ქვეყნის სილამაზე. თემატიკა დედაზე შექმნილი ლექსი. თემატიკა შექმნა იმ მძიმე რეალობამ, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. თემატიკა დააღებული 9 აპრილი. ერთ-ერთი მძიმე და სისხლიანი დღე ჩვენს რეალობაში. იგივე თემებზე მაქვს შექმნილი მოთხრობები და ნოველები. ესე იგი თქვენ არა მხოლოდ თქვენი პირადი ცხოვრებიდან მოგაქვთ შთაგონება, არამედ აქტიურად წერთ იმის შესახებ, რაც ქვეყანაში თქვენს ირგვლივ ხდება და ესეც თქვენს გულამდე მოდის და თქვენს ტკივილს იწვევს ხო? ყველაფერი ესე იგი ტკივილი ისახება თვითონ ადამიანის სულზე და შემდეგ თუ მუზა ეწვევა ამას და თუ მას ამის შესაძლებლობა აქვს, გაგვაქვს ფურცელს. ძალიან საინტერესო მხარეა, რომ ასეთ მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებსაც წერთ ლექსებს და ეხმიანებით ხოლმე. და ასევე წერთ პროზასაც, ხომ თქვენ? ნოველები არის, მოთხრობები არის. და სადმე დაბეჭდილა თუ არა თქვენი შემოქმედება? წლების წინ ჩოხატაურში არსებობდა ლიტერატურული ჟურნალი, რომლის რედაქტორი იყო ლელა სურმავა და იქ იბეჭდებოდა. შემდეგ ყოველ შემთხვევაში არ მიცდი არსად, რომ დამებეჭდა ან რაიმე. ეხლა არის ცდა იმისა, რომ თქვენ რადიო მსმენელს გავაცნოთ ჩემი ლექსები. ძალიან მიხარია, რომ სტუმრად ხართ ჩვენთან და ამის შესაძლებლობა მეძლევა მეც და ეძება ჩვენს რადიოს მსმენელსაც. ხომ არ წაგვეკითხავდით რომელიმე ლექს თქვენი შემოქმედებიდან? დიახ. მრავალ წლის წინ გაყიდულნო. დაკარგულო ჩემო სისხლო, ხორცო ჩემი წინაპრის, ქართველად დაბადებულნო, თურქი გეთქვით მარადის. მრავალ წლის წინ გაყიდულო ძმაო სიყრმის, ჩემო ლამაზმანო დავქართლის, რომ გარგუნად ბედი მწარე ბედი დარდის, აღარ იყო დრო გარჩევის უტყუარ მართლის. გული მტკივა, გული მეწვის მე თქვენს მოგონებაზე, მრავალ წლის წინ გაყიდულნო, მაქაურ ბაზარზე, გადასულან დრონი უხმოთ, უთქმელობით უსიცოცხლოთ, თქვენ წყალს გახმართ ჩვენ გამოვხმა, ვიცხოვრია უსის ხორცოთ. მაგრამ აი, სულ სხვასიო, დააბერა და შთაგვაგონა, ჩვენც გვეცხოვრა ჩვენებურად, ჩვენი გყავდეს ჩვენც მადუნა, ჩვენი გყავდეს ღმერთი, მკერპი, ჩვენი გქონდეს მამული, ამ დროებამ შეგვახვედრა ერთურთ ბედით ტანჯულნი. დრო დაგვიდგა შეხვედრისა, ჩვენ წავდექით პირისპირ, შენ შემიცან, მეც შეგიცან, ხიმილი გედგა ქართულ პირს. გაბიღიმე, ატირდი და ამატირე, შენი მითხარ მე კი ჩემი დაღარულ გულს ვითარ შვერით. დრო გარდივლის ჟამნიწავდე, აწმო შეცვლის მომავალი, ხოლო ჩვენი მომავლისთვის გადვიხადოთ ქვეყნის ვალი. ქართველი ხარ, თურქი ქვია,
იყავი სამართლიანი, თქვენს ენაზე წაგიკითხავთ კაცი ადამიანი, კაცობაში დამტკიცდება, თურქობას და ქართველობას თორემ ყოველ ერში არის კარგადაც და ცუდად მობაც, გული ქონდეს ანკარა და სიყვარულით სავსე წმინდა, კაცი იყავ კაცური და იქილოცე სადაც გინდა. ძალიან საინტერესოა ის როგორც ხვდები საქართველოდან გაყიდული ქართველების შესახებ არის ხანძლების საუკუნეების წინ. საუკუნეების წინ სახული ფაქტია გადმოცემული სამწუხაროდ. იგივე თემაზეა შექმნილი ქართველი ებრაელი. თუნდაც გაინტერესებს. კი, აუცილებლად გისმენთ. ქართულ გენის, ქართულ ჯიშის, ქართულ სისხლის მონაგარი, რუსთაველის მიწის შვილი თამარ მეფის შთამავალი, გული წმინდა, სისხლი წმინდა, ქვია მაინც ებრაელი. შენ გეძახის შენი მიწა, გაქროს მისი სურნელება. სიყვარულმა აგამხერა წიფელი ლექსით გათქმევინა, მოგანატრა ქართულიცა, ცოდვა ტანჯვით გასხვევინა. იყო დრო რომ საქართველო იყო კვიდეგანო სამყარო. დავით მეფის დანატოვარს ვერ მოუარეთ ქართველნო, გავიყიდეს საქართველო, ნაწილ-ნაწილ დაფქვეს, დაფსკვნეს, თურქ სპარსლებმა გვაუხრეს მონღოლებმა ჯვარზე გვაცვეს. აირია გენი გენში, ჯიში-ჯიში, სისხლი-სისხლში. ვინ იყო, ვინ რა იყო, ძნელი იყო ამის მტკიცი. მაგრამ შენ რომ ქართველი ხარ, ეგ ნამდვილად შენ ხომ იცი. საქართველო არის შენი დედა, მამა, ძმა და ფიცი, ისრაელი არის შენი მეგობარი, ძმათ ნაფიცი. შენ ხომ ვერცერთ უღალატებ და ვერც გასვლი ერთმანეთში. წმინდა არის შენი გრძნობებით და წმინდა სული ღმერთში. როს კაი შანს ასწობაში, სული შენი წარობნია. წამომდგან ხარ და შენ მასზე გილოცნია, გიტებნია, მის სახელზე აგინთია. შენ სამთლების მთელი კონა, ჩურჩულებდი საქართველო ნეტავ შენთვის ჩამაკონა. აგამხერა ისევ მისით, მისებული გათქმევინა, შენ ხომ აქაც გეგულება, თბილი, ყუდრობინა, ვინ გაგიგებს ნეტავინა. ეს ნამუშევრებში თქვენს ლექსებში ჩანს თქვენი სიყვარული ისტორიისადმი. ძალიან ვარ დაინტერესებული და მიყვარს ისტორიაც და ფილოლოგიაც. კიდევ ერთ ნამუშევარს ხარ წაგეკითხავთ. ის შემოვნებით. საწუთრო ჩვენი წოთია. წამია შეუმჩნეველი. თვალებს დახუჭავ გაახელგინდათ ყოფილა ყოველი. უკანონობით დაჯილებს დაგობლებია გულები, იქაც წყურიათ გაიგეთ ადამიანთა სულები. გამგებავ რაც ხარ ასეთი, საჯური დაუნდობელი. ღვთისმხრივ ნაბუძებს სიცოცხლით განავინ არის მთმოველი. თუ ფიქრობთ რომ სამუდამოდ ჩვენ ყველა სულად დავრჩებით, ნუ გეშინიათ ტყვიდია ამბავი უკტავ კაშჩეის. შის ვარსკვლავნა გვევედრები თქვენში არის დიდი ძალა. იქნებ თქვენ გაგვანდოთ ამ ცხოვრების ანაბანა, იქნება თქვენ შეგვასწავლოთ ვარსკვლავთშენის გამოცანა, ისე გევედრებით კი არ მინდა გამოძალვა. ან რა წდება ცას ვარსკვლავი ყუდიანს რომ ეძახიან, ლამაზებთან ერთად ყოფნას ხომ არ ეძრახვიან, რომ ვიცოდეთ ციკაშკაშე, ზოგნისაში რატო ელავს, ზოგი კიდევ ისე ხდება თითქოს ტირის, ადამს, ევას, ღმერთო ყველას მიუჩინებ, მისი ბედის ვარსკვლავი, ოღონდ ყველას კამკამა და სიყვარულით დამთბარი. ნეტავ, რატო ხდება ასე, რომ ვიღაცა გვიგვდება და სინანული მთელი ცხოვრება მიყვება, რატომ არის წუთი სოფლის, გული შხამით სავსე, სიკეთისთვის დავიბადოთ, სადაც არის ასე. ძალიან საინტერესოა რა მოვლენასთან დაკავშირებით დაიწერა ეს ლექსი. ცხოვრებისეული, რომ ესე იგი ხშირად ვტკივა ადამიანებს გული, იგივე ახლობლების გარდაცვალებით, დაკარგული ადამიანების მიერ გამოწვეული გულის ტკივილი გვაქვს და ესეც რომ ვერ ჩავატიე სული სიღრმეში, ტკივილი გადმოვიდა ფუძალს. და ბოლოსკენ კიდევ ერთი ლექსიც წაგვიკითხეთ. მაქვს შექმნილი ტექსტი 9 აპრილზე, რომლის ცოცხალი მემატიანე და თანამონაწილე ამ დღეს არის შვილი რაიონის მკვიდრი მანამ გალუბრიშვილი და ყავს აღუპული ნატო გიორგაძე. დიდება მის სულს და დიდება გმირებს. წაგვიკითხეთ მაშინ ეს ლექსიც. 9 აპრილის ტრაგედია. მე-20 საუკუნე, თბილისი თბილისი. ერთი დღეს აშინელი წამების ტირანია. უკტავყოფილი არსი და სიცხადით მომავალს გადავრჩეთ ჩვენი მიზანია. შემოგვყრათ ძარებს და სამთლები ამათოდ. ნათელი სამთლები მათი სულებია. განგაში ავტეხოთ ქვეყანას ვაცნობოთ ვიღაცას ქართველის სისხლის წყურებია. სისხლის წვეთს ვერ იტევს ნაცნობი რუსთაველი. ასე რომ საშინდად საზელად იყურება.
თქვენ ნურას ფიქრობთ, თქვენ ნურას დადოთ, თქვენი სიცოცხლე არ დაისურვება, თქვენ გაწუხებდათ სამშობლოს ჭირი და ამიტომაც იბრძოდით მისთვის, თქვენი თვალები ვერ იტევს ნახოს პასუხთხოვს, რისთვის აღარ მიყვახარ აპრილო, რა გითხრა ამის მეტი რა გინდა საჯერის სიამით აღარ გელტვი, რავნებიანად იცინი აპრილის თბილომზე, ვერ შენი სიტყვაც მიყვარდა შენი ლამაზი დღეც, რა რიგ მიყვარდეს რაც შენი ყვავილი დღიანზე, როსისხლიანი წვიმების მოწმე იყავი შენ. ამბობე, ყველაფერს აქვსო საზღვარი, დრო კურნალი ყოველის, თქვენ ნურას ფიქრობთ, თქვენ ნურას დარდოთ, თქვენ უკტავება მოგელით და სინანულით ფერიან ახლა, ბაჭიკოდ ერთმანეთს გულები, არ დავიწყება, წამებული სტოლების. ეს ლექსი დაიწერა თვითონ 9 აპრილის პერიოდში, თუ დაიწერა შემდგომ. ტრაგედიის როცა მოხდა ეს ტრაგედია მეორე დღესვე. როგორ არის წარმოჩენილი ლექსში ის ტკივილი, რაც ამ ყველაფერს მოყვა და წარმოჩენილია თვითონ აპრილის თვითონ სიტუაციაც. ძალიან საინტერესოა ნამდვილად, თითქოს იქვე ხარ და ყველაფერს წარმოიდგენ. მოდით ცოტათი პოზიტიურ ნოტასაც გადავერთოთ და როგორც ახსენეთ ინტერვიუს დასაწყისში, თქვენ ჩვენი ფეხბურთელების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებითაც დაწერეთ ლექსი, შემოგეწერათ ლექსი და ეს ლექსიც რომ წაგვიკითხოთ. დიდი სიამოვნებით. ყველა ქვეყნის ყვარჩბეკზე დგას ქართველი ამაყად, ისმის ჰიმნი ქართული ჩვენი ქვეყნის სადარად. გავაოცეთ მსოფლიო, ყველა ჩვენი ფანია, წისვლა გამარჯვებები ჩვენი ქვეყნის ვალია. ბურთით, გოლის გატანით, კვლავ მოვიგოთ მარავდა, როცა ღმერთმა საჩუქრად მოგვივლინა მამარდა. ესპანეთთან თამაში ყველა ვიცით ძნელია, გოლი მაინც გავიდა, მაინც ჩვენი ჯერია. ბიჭებს ყველა შეხარის, თავად პრინციც მონაკოს, ბოდიში თუ ცოტათი გავაბრაზეთ როლანდო. ყველა ქების ღირსია, დაწებული კაშიათ, გამარჯვებით ბიჭებო, ძალა ერთობაშია. ყველა ქვეყნის ნაკრებში შერეულან ერები, ჩვენთან ყველა ერთია ეთნიკურად ქართველი. შეძლეს ყველა გახადეს, სიხარული დავადა, კვლავ გვესმინოს სიტყვები, ძალა ერთობაშია. შეძლეს ყველა გახადეს, სიხარული დავადა, კვლავ გვესმინოს სიტყვები, მიდის დანახავადა. ვინც ფიქრობდა წასულში, დამარცხებას ვერ აცდით, კვლავ ესმინოთ სიტყვები, პენალტია პენალტი. რობისწვლილი მიუძღვის ჩვენს მეკარეს ამაში, საჭმა უკვე ჩაჰბერა, მოვიგეთ თამაში. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ გვეწვიეთ და გვითმეთ დრო და თქვენი შემოქმედება გაგვაცანით. დიდი იმედი მაქვს, რომ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მალევე ასევე დაბეჭდილი სახითაც გავეცნოთ ხოლმე თქვენ შემოქმედებას და ვიკითხოთ ხოლმე. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა თქვენ რადიო მსმენელს. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა სუხდი ჩვენს მსმენელსაც. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით. დროებით. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ბატონი დიმიტრი, კატოს ბაბუა და ეთერშია თეთრი კარავი. დღეს უკვე მეორედ მიმყავს გადაცემა და მართალი გითხრათ, ისე აღარ ვნერვიულობ. წინა ეთერი ცოტა მძიმე კი იყო, მაგრამ მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ქალბატონი მაია, ქალთა უფლებების დამცველი, უკვე აგვარებს იმ პრობლემებს, რაზეც ერთი კვირის წინ შევიტყვეთ. ასე რომ, გქონდეთ ჩვენი იმედი. ახლა კი ხმოვანი წერილი უნდა მოგასმენინოთ, რომელიც დაწყებითი სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა იამზემ გამოგვიგზავნა. მოგესალმებით. მე გახლავართ დაწყებითი სკოლის პედაგოგი ქართლიდან, იამზე მასწავლებელი. თეთრი კარავის აქტიური მსმენელი ვარ და ძალიან მომწონს, რომ აქ ადამიანებს შეუძლიათ გულწრფელად მოყვნენ თავიანთ პრობლემებზე. სადგივარზე, თავად ვარ მოწმე, როგორ მოგვარდა რამდენიმე ისეთი საკითხი, ერთი შეხედვით ძალიან რთული რომ ჩანდა. მაგრამ დღეს პრობლემებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. მინდა რომ ჩემი სადამრიგებლო კლასის შესახებ გიამბობთ და თქვენი რჩევებიც მოვისმინო. იმედი მაქვს ამ თემას აუცილებლად ეყოლება გულშემატკივარი.
ძალიან ხშირად ვხედავ სოციალურ ქსელში ჩვენი თანამემამულეების დადებულ ფოტოებს. ზოგს რომელი ქვეყნიდან და კომენტარებს. რა საოცრებაა, რა ზღაპარში ხარ, რა სამოთხეში ხარ. მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა რომელიმე სხვაზე ნაკლები სამოთხეა? არა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ბევრი ისე მიემგზავრება საზღვარგარეთ, საკუთარი ქვეყანა არ აქვს ნანახი და რა გასაკვირია, რომ უცხოზე გაგიჟდეს და გადაირიოს. ამაში მე ახალგაზრდებს არ ვადანაშაულებ. იქნებ ართმშობლების ბრალია. ამ მძიმე სოციალურმა პირობებმა მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმართა მათი მიზნები, რომ საჭმელ სასმელი არ მოაკლდეთ მათ შვილებს, არადა სულიერი შიმშილი, ხომ ფიზიკურ შიმშილზე არანაკლებ საგანგაშოა. მე ჩემი მოსწავლეები ყოველ შაბათ-კვირას დამყავს ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. იცით მარტო ქართლში რამდენი რამ არის სანახავი. ჩვენ მხარეს რომ ბოლომდე მოვივლით, მერე სხვა კუთხეების მონახულებაც გვაქვს გეგმაში. ვიცი სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია რომ ბავშვებს პატარაობიდან შევაყვაროთ ჯერ თავისი კუთხე, მერე კი მოვატაროთ, ვამოგზაუროთ საკუთარ სამშობლოში, რომ საკუთარი ქვეყნის გამოც ჰქონდეთ სიამაყის განცდა. ეს იყო ჩემი სათქმელი. დიდი მადლობა. ვეთანხმები ამ ქალბატონს და მგონი უკვე ვიღაც გვეხმიანება. დიახ, გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ლაგოდეხიდან. ეს რა კარგი იდეა მოგვაწოდა ამ არაჩვეულებრივმა ქალბატონმა იამზემ. მეც პედაგოგი გახლავართ და ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩვენც გვაქვს მოვლილი ჩვენი მხარე. მაგრამ ამ უსახსრობის გამო სხვაგან ვერ ვახერხებთ წასვლას. კაი ჯანდაბას ერთ ავტობუსს როგორმე დავიქირავებდით, მაგრამ სასტუმროს ხარჯებს ნამდვილად ვერ შევძლებთ. ამიტომაც ჩვენ ვიქნებით პირველები და გეპატიჟებით ლაგოდეხში. მეც დაწყებით ის პედაგოგი ვარ და ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვები თავიანთ ოჯახებში გაგიწევენ მასპინძლობას. ერთი კი არა, 2 დღეც არ ეყოფა აქ იმდენი რამეა სანახავი. ჯერ მარტო ლაგოდეხის ნაკრძალი რა დღირს, აბა ველოდებით თქვენ გამოხმაურებას. დიახ, გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მე პენსიონერი ქალი ვარ რაჭიდან, ნათელა ვარ თქვენ შემოგევლეთ პენსიონერი 68 წლის ონიდან. ჩამოვბრძანდით ჩვენთან ონში მასწავლებლები, მოსწავლეები, გინდა ჩემსავით პენსიონერები, ყველას გამოგიძებნით დასარჩენს, აბა რა, სხვა თუ არაფერი გვექნება ლობიანებს მაინც დაგიცხოვთ. აქ კიდე სანახავის მეტი რა არის, მაგას რა ჩამოთვლის, ბარაკონს გაჩვენებთ, ნიკორწმინდას, უწერას, შაორის ტბას, გელოდებით კეთილი გულით. ამას ქვია სიკეთე გადამდებიაო. უცებ რამდენ ადამიანს მოუნდა მასპინძლობა. გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. აუ, თუ არ შეწუხდებით რა, ერთი ლობიანის რეცეპტიც რომ მკითხოთ იმ ქალბატონს რაჭიდან. ნამდვილი რაჭული ლობიანის რეცეპტი მინდა. თორემ ნამცხვარს როგავს ეგეთებს მეც კი ვაცხობ. კი გენაცვალე, დიდი სიამოვნებით. ახლა ჩვენი დრო სამწუხაროდ უკვე ამოიწურა, მაგრამ შემდეგ შეხვედრისას პირობას გაძლევთ, რომ პირდაპირ ლობიანის რეცეპტით დავიწყებთ. აბა, მომავალ შეხვედრამდე.